დილა მშვიდობისა, დღეს 20 თებერვალია, ხუთშაბათი თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ კახა მიქიაშვილთან და ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას წარმატებულ ბედნიერ მშვიდობიან დღეს გისურვებთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ, იწყებ დილას ჩვენთან ერთად და იმედი დავიტოვოთ რომ ყველასთვის მშვიდობიანი და წარმატებული დღე იქნება. ვიდრე შეგატყობინებთ და გაცნობებთ სტუმრებს თუ ვინ იქნებიან ჩვენი გადაცემის დღევანდელი მოწვეული სტუმრები, მანამდე საეკლესიო კალენდარს მოვუსმინოთ და ერთად გავიგოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ბეთანიელი მამების, ღირსი იოანე და გიორგი იოანე აღსარებლების ნაწილთა აღმოყვანებას და მოიხსენიებს წმინდა მეფე სოლომონ მეორეს, სამშობლოსათვის თავდადებულს, ღირს პართენიოს, ლამსაკიელ ეპისკოპოსს, ღირს ლუკა ელადელს, 1003 ნიკომედიელ მოწამეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ბეთანიელი მამების წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღე არის და ყველას განსაკუთრებულად გილოცავთ, ასევე გილოცავთ დღეს მოხსენებულ სხვა წმინდანთა ხსენებას და მათ შემწეობას გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ანონს გაგაცნობთ მე და კახა ერთად. პირველი სტუმარი ტრადიციულად იქნება მოძღვარი, სიწმინდეთა თაყვანისცემის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. დღეს გვესტუმრება ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალ ექსპოზიციას მასპინძლობს გამოფენას სახელწოდებით ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გავლაშვილის სტუმრობს, რომელიც პირდაპირ ეთერში აგვირთვება და გაგვოცნობს, როგორ მიმდინარეობს სამზადისი და რას იხელავს ამთვარიელებად. და გადაცემის ბოლო დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდება კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ზნეობრიობა მსოფლიო კინოში. საინტერესო გადაცემა გველოდება, იმედია მაყურებელსაც დაინტერესებს, მანამდე ჩემთვის არც თუ ისე საინტერესო ამინდი გველოდება, ბევრისთვის შეიძლება საინტერესო, მაგრამ ერთად შევიტყოთ თუ რას გვპირდებიან დღეისთვის სინოპტიკოსები. ახლა ვიგეთქვით რომ თბილისში და მთელ საქართველოში თოვლი, სიცივე და არასაჩემო ამინდია.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვაბიშვილი. დილამშვიდობისა მამა დავით დაბლოცეს. მადლობა სტუმრობისათვის, როგორც ანონსში ვაუწყით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ჩვენ სიწმინდეების თაყვანისცემაზე ვისაუბრებთ. დღეს შეგნებულოთაც შევარჩიეთ ერთ-ერთ ხომ, იმიტომ რომ დღეს ბეთანიელი მამების ხსენებაა და ესენი სულ რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრს ახსოვს, როცა მათი ნაწილთა აღმოყვანება მოხდა და მათი საფლავი გაიხსნა, ვიდრე მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნებოდა მისივე ანდერძით, რომ ჯერ გაიხსნებოდა ბეთანიელი მამების საფლავი და ძალიან ბევრი ადამიანი მიახლა ამ სიწმინდეს და დღემდე შესაძლებლობა აქვს მოგილოცონ შემდგომ მამა გაბრიელს. ზოგადად ვისაუბროთ აი დღევანდელ დღეზეც მათი ნაწილების აღმოყვანებაზე, რა ნიშნავს ნაწილთა აღმოყვანება, იმიტომ რომ აი რამდენიმე წმინდანის შემთხვევაში ხვდება, მათ შორის წმინდა ნიკოლოზის, რომ აი ნაწილთა აღმოყვანებას ჩვენ ზეიმობთ. იგივე ხდება მამა გაბრიელზე და რას ნიშნავს სიწმინდეების თაყვანისცემა? როგორ უნდა მივიახლოთ სიწმინდეებს, რომ ჩვენ მადლი მივიღოთ, სარგებელი, კურთხევა მივიღოთ ამ წმინდანებისგან? შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი, მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს წმინდანების ნაწილების თაყვანისცემას. პირველ რიგში იმიტომ რომ გავაცოცხლოთ ეს პიროვნებები ჩვენ წინაშე და ჩვენ როდესაც წიგნებში ვკითხულობთ მაცხოვრებას, საშუალება გვეძლევა რომ რეალურად მათ სამოღვაწეო ადგილას მივიდეთ და მათ ასე ვთქვათ წმინდა სხეულებს მივემთხვიოთ. ეხლა ესე რატო ვამბობთ? იმიტომ რომ ესენი არიან წმინდანები უპირველესი დამადასტურებელნი ქრისტეს აღდგომის, მისი ჭეშმარიტი ღმერთობის, რაც დაადასტურეს მათი ცხოვრები და მთელი შეგნებული ცხოვრება მათ მიუძღვნეს და თვითონ წირვაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქრისტიანობაში რაც არის მსხვერპლის შეწირვა, უსისხლო მსხვერპლის შეწირვა, სადაც ჩვენ ქრისტეს ვეზიარებით აუცილებლად უნდა აღესრულოს წმინდა ოდიქსე, რომელსაც უკინდან არის წმინდა მოწამის ნაწილი ამოკერებული. და ძველ დროში, პირველი 3 საუკუნის განმავლობაში, მიწისქვეშ იყო ქრისტიანობა, მოდი ესე ვთქვათ, კატაკომბებში და მოწამეთა საფლავებზე აღესრულებოდა წირვა, იმიტომ რომ ეს ცოცხალი ჯაჭვი ნამდვილი რწმენის ყოველთვის უნდა არსებობდეს და რომ არა ეს ჩვენი მიახლება წმინდანებთან, მათი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჩვენ ნათელი მაგალითები არ გვექნებოდა ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში, როგორც ბრძანებს წმინდა წერილი. პავლე მოციქული კეთილას ბაძვაი კეთილისაი მარადისო და რაც შეიძლება მეტად უნდა გავაცოცხლოთ ჩვენს წინაშე წმინდანების ცხოვრება და თან დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება რომ შევეხოთ ამ ორ დიდ ეპოქალურ წმინდანს მე-20 საუკუნის მოღვაწეებს, რადგანაც მათი ხსენება აგრეთვე არის ღვთისმშობლის შობას 21 სექტემბერს და ამ დღეს ჩვენ ლიტურგიკულად არა ეს არ გვეძლევა საშუალება რომ შევეხოთ ამ წმინდანებს და ზოგადად ამ თემაზე ვისაუბროთ. დღევანდელ დღეს ჩვენ საშუალება გვაქვს რომ გავიხსენოთ მათი ცხოვრება. 21 სექტემბერი კონკრეტულად ბეთანიობა არის, იმიტომ რომ თვითონ ბეთანიის ტაძარიც ღვთისმშობლის შობის სახელზე ტაძრის დღესასწაულია და მადლობა ღმერთს რომ დღეს აგერ გვიწევს ამ კარგ თემაზე საუბარი, რომელიც აუცილებლად დაგვაკავშირებს სეციურ მფარველებს ჩვენ და გაგვაძლიერებს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ზოგადად წმინდანების აგრეთვე ისეც მინდა ვთქვა რომ საქმე მოციქულთაში არის ბევრი ისეთი ეპიზოდი წარმოჩენილი, სადაც ხაზი ესმება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისთვის წმინდა ნაწილებთან მიმთხვევას. აი მაგალითად ესე პეტრე მოციქულის ჩრდილიო წერია და პავლე მოციქულის ოფლის კი სნეულებს განკურნავდა. აი აგერ მე-18 საუკუნის მოღვაწის ცხოვრებაში, ონოფრე გარეჯელის ცხოვრებაში არის ის ასე ვთქვათ დავით გარეჯელის საფლავიდან აღებული მტვერით ერთ-ერთ ადამიანს განკურნავს, წყალში გააზავებს და დაალევინებს და ეს წმინდანები იყვნენ საფრთხო მადლის მატარებელნი და ყველაფერზე გადადიოდა მე ეს მადლი, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ, კეთილსურნელება იფქვეოდა, მათი სხეულები ხშირად უხსნელებას წარმოაჩენენ. მირონისტის, აი წმინდა ნიკოლოზი ვახსენეთ და არაერთი კურნება უკავშირდება იმ წმინდანებს. აი მაინც მცირედით შევეხოთ ალბათ მაცხოვრებას. აუცილებლად, სხვანაირად რთულია ეხლა დღევანდელ დღეს ესე ვიყოთ. ურთულეს დროში მოღვაწეობა. ურთულეს დროში დარბეული იყო ეკლესია მონასტრები და იმ დროს სასულიერო პირობა ავტომატურად ნიშნავდა რომ შენ უეჭველად გაწამებდნენ. მოწამეობრივ გზაზე შეგნებულად მიდიოდნენ. ამიტომ ეკლესია მათ უწოდა აღმსარებლებენ თვითონ კი იყვნენ მოსწორნეები, ყოველდღიურად ისინი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, მაგრამ უფლისნება არ იყო რომ ისინი მოწამეობრივად აღსრულებული იყვნენ და მაქსიმალურად ღრმა სიბერემდე მიიყვანა უფრო მათი ცხოვრება, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის გაენათებინათ ქრისტიანული ცხოვრების გზა. ბეთანიის მონასტერი მიტოვებული იყო, პირველი ვინც მე-19 საუკუნის ბოლოს იქ მიდის, იყო მამა სპირიდონი, მდელმონაზონი კეთილაძე.
რომელმაც დაიწყო ამ მონასტრის აღდგენა და უკვე 12 წლის ასაკში ეს კაცობაში მამა იოანეს მაისურაძეს ვასილი ერქვა, მიდის მასთან რჩება მონასტერში, ეხმარება მამა სპირიდონის მონასტრის ამშენებლობაში, მაგრამ როგორც ჩანს, მამა იოანე მაძიებელი ადამიანი იყო, ვერ მონაზნობა საქართველოს ფაქტურად ჩამკვდარი იყო და თითოეულ მონასტერი იყო და ბერი, ვინც რაღაცნაირად ინარჩუნებდა თვითმყოფადობას. მამა იოანე ახლობით ესე 20 წლის ასაკში მიდის ათონის მთაზე და ვინც იყო მისი ფავორიტი წმინდანი იოანე ღვთისმეტყველი, მის ცხოვრებაშიც ეს არის ხომ, ანუ ქადაგებს სიყვარულს და არის უერთგულესი მსახური ქრისტეს და იოანე ღვთისმეტყველის სულის მიმდევარი იყო მამა იოანე და ათონის მთაზე მას აკურთხებენ ბერად და მისი პატიოსანი და თავდაბლური ცხოვრების გამო მღვდლობასაც მისცემენ. 17 წელი გაატარებს ათონის მთაზე და როდესაც ის ათონზე მიდიოდა გულისწყდებოდა რომ საქართველოს ტოვებდა, მაგრამ უნდა ეძიო ჭეშმარიტება და უფალი ყოველთვის მიგიყვან საბოლოოდ იმ ადგილამდე, რომელიც არის შენი გადარჩენის და შენი ერის და შენი ეკლესიის გადარჩენის ადგილი, შენი ჯვარი. საბოლოოდ ისე ხდება, რომ 17 წლის მოღვაწეობის შემდეგ ასე ტალღა აგორდება ათონის მთაზე ქართველების მიმართ. ყოველთვის ხდებოდა ეს ყველა ეპოქაში ალბათ. ყოველთვის დევნილები ვიყავით, ჩვენთანაც და სხვაგანაც. ეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისთვის ბრძანებს უფალი და მამა იოანე გამოემგზავრება საქართველოში, ის არმაზის მონასტერში დაიწყოს მოღვაწეობა, სადაც ასევე ერთი ბერი მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ჩეკისტები, ბოლშევიკები ხშირად ათვალიერებდნენ მონასტრებს, თუ კი ვინმე იქნებოდა უპირისპირდებოდნენ. და ჩაიყვანენ ხევში მამა იოანეს თავის თანამოღვაწეებთან ერთად ესვრიან ფაქტურად მოკლეს უკვე მათ წარმოსახვაში, მაგრამ სასწაულებრივად მამა იოანე გადაურჩა სიკვდილს, მის შემდგომ შეიფარებს მას დამთავროს მონასტერი და როდესაც ფეხზე დააყენებენ მამა იოანეს, საბოლოოდ როგორც თქვით, აი მისი ასე თქვათ სამოღვაწეო გეზი მიდიოდა მაინც ბეთანიის მონასტრისკენ, უფალმა თავის სახლში დააბრუნა ის და როდესაც მიდის იქ მკვიდრდება და ძალიან დიდი ფაქტურად 33 წელი გაატარა იქ უკვე სამღვდელო და საბერო ღვაწლში. მასთან ერთად იქვე მალევე მიდის მამა გიორგი მხეიძე, რომელიც იყო უგანათლებულესი ადამიანი, წიგნობარი, ილია ჭავჭავაძის მდივანი იყო, ილია მართლის, მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა წმინდა ილია მართლის მოძღვართან, ალექსანდრე ოქროპირიძესთან, აგრეთვე მიტროპოლიტ ნაზარისთან, რომელიც ასევე წმინდანი არის, მოწამეობა მიიღო და მან გადაწყვიტა მალევე ბერობა, ნაგებად შერაცხა ყოველივე როგორც ბრძანებს პავლე მოციქული და თავდაპირველად მამა გიორგი მხეიძე ხირსის მონასტერში იწყებს მოღვაწეობას, მაგრამ იქაც იდევნება ჩვენი წმინდა მამები, მას წვერს შეკრეჭენ ჩეკისტები და ამის შემდგომ აღარ იცის საწავიდეს, ბრუნდება თავის სახლში, სადაც ასევე შესრულდა მასზე უფლის სიტყვა, რომ წმინდა ადამიანი წინასწარმეტყველი არ არის შეწყნარებული თუ ისამამულსა, მას თავის ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ და როგორი ახლა ადამიანი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ ქრისტე შეუდგეს, ყველაფერს მიწიერ სტოვებს და ამ დროს შენი ოჯახის წევრები გავიწროვებენ და ისე მოხდა, რომ ეს არის მართლა უდიდესი ბოროტება და აი ესე დროს ადამიანს ყოველგვარი ფარველობა ღვთისაშორდება და არის აღწერილი თუ რა, ასე თქვათ, კატასტროფულად დამთავრდა მისი ოჯახის წევრების ცხოვრება, ისინი დაახრუტეს და ასე შემდეგ. ამის შემდგომ ღვთისგანგებით მამა გიორგი მიდის ბეთანიის მონასტერში, როგორც ვთქვით და მართლაც აი ამის შემდგომ ისინი ერთობლივად მოღვაწეობენ, ერთმანეთს ავსებდნენ. მამა იოანე უფრო გამოირჩეოდა მონასტრში მოსულ ადამიანებთან ურთიერთობით, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ერთ-ერთ დღესასწაულზე, იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე, ზაფხულის პერიოდში, ან 7 ივნისი იქნებოდა, ან 7 ივლისი, კონკრეტულად არ არის აღწერილი. ბავშვებმა სულ დაასველეს მამა იოანე. გააწუწეს ესე გადმოცემული და მშობლებმა როდესაც უსაყვედურეს ბავშვებს, მამა იოანემ თქვა, რომ ესე შვენის დღესასწაული და ესე უნდა მოხდესო, რა ტიპიკონში წერია. გარეგნობაც საოცარი ჰქონდათ. ახოვანი იყო მოღვაწეებს, მართლაც არისტოკრატული და ასკეტური. აი ერთი ისეთ უხთო ხალხიც კი, რომლებიცაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ სულიერ სამყაროსთან, ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ ესენი იყვნენ ზეცისა კაცნი და ქვეყანის ანგელოზნი, რადგანაც მათ არანაირი მატერიალური სახმარი არ ჰქონდათ, ისინი
გაფორმებულნი იყვნენ როგორც მონასტრის ბეთანის მონასტრის დარაჯები, გარკვეულ მცირე გასამჯელოს ღებულობდნენ ამისთვის, ხანდახან როდესაც გაუჭირდებოდათ მიდიოდნენ ფიზიკურად სამუშაოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, თოხს დაიჭერდნენ ხელში და ესე ატარებდნენ ცხოვრებას და მამა გიორგი უფრო შედარებით სუსტი იყო ფიზიკურად, მაგრამ მას ძალიან დიდი მრევლი ყავდა ერში. მოგეხსენებათ, მისი მოწაფე იყო ჩვენთვის ყველაზე წმინდანი და ყველაზე გამორჩეული და დიდი წმინდანი მამა გაბრიელი ურგებაძე, აგრეთვე მამა ვასილ ფირცხალავა, რომელიც 1960 წელს მოწამეობრივად აღესრულა და ასე ვთქვათ, ძალიან ისეთ ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ საქართველოს აი მძიმე სულიერი და პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანა და ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მქადაგებელი ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ქვეყნის აღორძინების იყო სწორედაც მამა გიორგი მხეიძე, რომელსაც ძალიან დიდი კონტაქტები ჰქონდა, თუმცა აი როგორც ახლა სახარებაში არის ქრისტესა და ნიკოდიმოსის ურთიერთობა, გარკვეულად დაფარული იყო ეს, იმიტომ რომ მაშინ ეს ყველაფერი იდევნებოდა. მთელი დღის განმავლობაში წმინდა მამები შრომობდნენ, ფაქტურად მათ პირადი ცხოვრება არ ქონიათ, არც არაფერი, ძალიან ხშირად ისინი იდევნებოდნენ, მიდიოდნენ და იქაც ასე ვთქვათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მთელი ღამის განმავლობაში ლოცულობდნენ ძველი წმინდა მამების ცხოვრებას რო ვკითხულობ ჩვენ და ვეცნობით მათ ასკეტურ ცხოვრებას, არანაირი განსხვავება არ ყოფილა აი ამ მამებს შორის, მამა იონეს და მამა გიორგის შორის და მართლაც ისინი იყვნენ პირველი დიდი ძველი წმინდა მამების აი ამ დიდი სკოლის გამაგრძელებლები და მართლაც რა იქნებოდა ჩვენი დღევანდელი ქრისტიანობა და ბერმონოსნობა, რომ არა ეს გამორჩეული მოღვაწე და ბევრი რამ კიდევ დაფარული არის და არ არის ცნობილი მათი ცხოვრების შესახებ, რადგანაც არავინ არ იყო, ვინც ჩაწერდა მათ ცხოვრებას და წმინდა მამები თავის თავზე არ წერდნენ პირიქით. იქ წერია ეს მწირი ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდეა შემონახული, იქ არის უწყებული, რომ თითქმის ყველაფერს ფარულად აკეთებდნენ, საერთოდ წმინდანებისთვის ეს არის, რომ ისინი ყველაფერს კაცთაგან დაფარულად აკეთებენ. როგორც კი გამოჩნდება ეს, რომ მე ეს გავაკეთე, მაშინვე ჩასაფრებულია ის ბოროტი, ის ამპარტავნება და აი ამას დიდად ერიდებოდნენ წმინდანები. არის ეს ცნობილი, რომ ყრუმუნჯი ადამიანი განკურნეს და კიდევ ბევრი სნეული ადამიანი, რომლებიც რამდენი იქნება ასეთი, რომელიც არ ვიცი. მაგრამ დღესაც გრძელდება ეს კურნება. არაერთი ადამიანისგან მომისმენი, ერთი ადამიანი მიყვებოდა ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი, მაგარი გაჭირებული ვიყავიო. ერთი ახლობელი და ყველანაირად სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, აი არანაირი პერსპექტივა აღარ მქონდა ცხოვრებამ გამაგრძელებინა და ქუჩაში მივდიოდი, რაღაც ხატი ვნახე მიწაზე დაგდებული. დავიღე ეს ხატი და ვერაფრით ვერ გავარჩიე, რომელი წმინდანები იყვნენ. საერთოდ, ახალი შერაცხილები არიან წმინდანად და ასე ვთქვათ, თანდათანობით კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება მათი ცხოვრება და როდესაც გამოვარკვიე, ესენი იყვნენ მამა იონე და მამა გიორგი, ბეთანიელი ბერები და შევთხოვე მათ ახმარებოდ იმავე დღეს, ასე ვთქვათ, როგორც ეთქვან მეშველაო და ყველანაირად მომემართა ხელი ცხოვრებაში. ესე იგი დღევანდელი დღე რასაც უკავშირდება 2014 წელს 20 თებერვალს მოხდა მათი წმინდა ნაწილების აღმოყვანება, როგორც თქვენ თქვით. უამრავი ხალხი იყო, მე მქონდა საშუალება ყოფილიყავი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ბეთანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო, ჭირდა მანქანი ჩასვლა, მაგრამ სავსე იყო. ალბათ დღესაც რაღაც თოვლივით ისეთი ამინდი. მეორდება, აი თითქოს იგივე ნამდვილად ცისფერი და განწყობასეთი იყო და ტალახიანი და აი პატრიარქის სინოდის წერებს ბრძანდებოდა ძალიან ბევრი ადამიანი იყო. თან როგორ თქვით ეს გაცხადდა რომ გაიხსნებოდა მათი საფლავები და რამდენიმე დღეში მამა გაბრიელის საფლავი. ზაურში უკვე მამა გაბრიელის მინდა ნაწილთა აღმოყვანება არის და როგორც თქვით, ესე იგი მამა გიორგის მოწაფე იყო მამა გაბრიელი და როდესაც დადგა მამა გიორგის მიწიერი ცხოვრების დატოვების შრომის, სწორედ მამა გაბრიელმა ასე ვთქვათ, გააცილა ის მარადისობის გზაზე, მამა გაბრიელი ამ დროს უკვე მღვდელმონაზონი იყო. და მამა გაბრიელი თავის მოგონებებში ესე ამბობს, რომ მე დარწმუნებით ვიცი, რომ მისი სხეული უხრწნელია, კი არ მწამს, არამედ ხედავ ამას ესე თქვა და თვითონ მამა გაბრიელს ჰქონდა ეს ნათქვამი, რომ თავდაპირველად აი ამ წმინდანებს ეკუთვნით პატივიო და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ეს 2014 წელი იყო უგამორჩეულესი პერიოდი ბოლო წლებში. წმინდა ნაწილთა აღმოყვანება, ვიცი, ფაქტურად დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ჩვენთან. ჩვენ დროში ფაქტობრივად მე არ მახსოვს. თულად დასახსენებელი არის. ამით ჩვენ მიმბაძველი გავხდით სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის, რომ ეს ტრადიცია ყოველთვის იყო წმინდა ნაწილების აღმოყვანების და რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მამა გაბრიელის სიტყვა არ სრულდებოდა, ჯერ მამა გაბრიელის საფლავი იხსნებოდა
და როდესაც რაღაცა ვერ წავიდა ისე პროცესი როგორც უნდა წასული იყო, გაახსენდათ მამა გაბრიელის სიტყვებიდან, დღევანდელ დღეს მოხდა მათი ბეთანიელი ბერების ნაწილების ნაწილთა აღმოყვანება, სადაც ასე უამრავი სასწაული აღსრულდა. ჩვენ სასწაულებს მარტო მატერიალურად შევხედავთ, რომ თითოეული ადამიანის ეკლესიაში მისვლა, ტაძარში მისვლა ეს უდიდესი სასწაულია, მით უმეტეს თანამედროვე ცხოვრებაში. ადამიანი რომ რეული გახდება და ყოველგვარ დაბკოლებას გადალახავს ამ წუთის სოფლის, ეს უდიდესი სასწაულია, თორე ფიზიკური სნეულებები ძალიან ხშირად ჩვენ კიდევაც გვეხმარებიან ქრისტესთან ურთიერთობაში. თუმცა ფიზიკურ სნეულებებთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი ისტორია იყო საინტერესო მაშინ და ჩვენმა ტელევიზიამ რამდენიმე სიუჟეტიც ამ თემაზე გააკეთა. კურნებასთან დაკავშირებით. ბევრი იყო და მე ესე მახსენდება რამდენიმე კადრი, აი როცა ამ დღეზე ვსაუბრობ, თქვი რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო. მანქანი ჩასვლა შეუძლებელი იყო თუ რაღაცა სპეციალური მანქანა არ იყო თან ეხა პატრიარქი ბრძანდებოდა მღვდელმთავრები და ყველა მანქანით ვერ შევიდა და მე მახსოვს რამდენიმე ადამიანი მშობელი დავდომილი შვილი იყოდათ მოყვანილი აუზური რომელთა ხელით ატარეს და იმ წვენით რომ აუცილებლად დაეხმარებოდნენ ეს მამი დარწმუნებული ვარ შეწევნა ესეც როგორი დახმარება რომ მე ვერ მეხმარება ვერავინ რაღაც დონემდე მიმიყვანს მედიცინა მაგრამ იმის იქეთ მეუბნება რომ მე ვეღარ დაგეხმარები შენ და ის რომ მე ცხოვრება გავაგრძელო მე რაღაც მადლი უნდა მქონდეს სიხარული უნდა მქონდეს ნუგეში უნდა მქონდეს და აი ამ შინაგან სიხარულს მადლევენ მე წმინდანები შეიძლება ეხა ესე პირდაპირ როგორც სახარებაში სარეცელიდან არ აღვდგე და მკვდარი არ გავცოცხლდე ფიზიკურად მკვდარი მაგრამ ის რომ მე სიხარულით ვაგრძელებ ცხოვრებას და როგორც ეხა ბეთანიელი ბერები როგორც ესე იგი პავლე მოციქული ამბობდა რომ მე არაფერი არ მაქვს მაგრამ ყველაფერი მაქვსო და ბედნიერი ვარო ესე იგი არაფერი არ ქონდა და ბედნიერები იყვნენ შეიძლება ესე ჩვენ ის ჯანმრთელობაც არ ქონდეს და ბედნიერები ვიყოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა ეხლა შეიძლება ჯანმრთელობაც ქონდეს მატერიალურად ძალიან კარგად ვიყოთ მაგრამ ბედნიერება არ ქონდეს მამა დავით აი რადგან ჩვენ შევეხეთ და ვიხსენებთ ამ ფაქტს რომელიც დღეს უკავშირდება და ვთქვით მამა გაბრიელის და როგორც ჩვენთან საქართველოში ასევე უცხოეთში გვაქვს საშუალება ბევრ წმინდანს მივიახლოთ ხო და ძალიან ხშირად დავდივართ მათ შორის უცხოეთში ტურები მომლოცველობითი რა მნიშვნელობა აქვს ესეთ დროს ჩვენს განწყობას აი მე ვთქვი რამდენიმე ფაქტი რომ იმ ამამინჩი თქო დავდომილიშვილი ავადყოფები იმ იმედით რომ იცოდნენ რომ აი შეეწეოდნენ წმინდა მამები ღვთის შეწევნით ცხადია ღმერთია მადლის მომიჯებელი როდესაც ამდენად არის მნიშვნელოვანი რომ აი ვემზადებით სიტყვაზე რაღაც მივდივართ მოსალოცად განსაკუთრებით ტურია და მოგზაურობა რომ წინასწარი ეს განწყობა იყოს რომ ცხადია ამ წმინდან სადაც მივდივართ იმას თავის მადლი აქვს და იმას ჩვენ ვერც მოვაკლებ ვერც მომოწმ მაგრამ ჩვენი განწყობა რომ ეს მადლი მივიღოთ რომ უბრალოდ მივედი და მოვილოცე მივიახლე მაგრამ მე თუ არ მაქვს შინაგანი ანც განწყობა არ წვენა ლოცვითი განწყობა მათთან ეს ურთიერთობა ეს რამდენად იქნება შედეგის მომცემი რომ უბრალოდ მოვილოცე მივედი და რაც წავიღე შეიძლება უარესით წამოვიღე და პერიქით წამოვედი რაღაცა წოტვით. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება, მაგრამ თუ გინდა რომ აი სრული, ასე ვთქვათ, ეფექტი მივიღოთ, შედეგი მივიღოთ, როდესაც ჩვენ მივდივართ წმინდანების აფლავზე, აუცილებელია ჩვენი სინდისის წინაშე სუფთები ვიყოთ. როგორც მინიმუმ ვიცოდეთ ვისთან მივდივართ და რატო აი წმინდანი. გავეცნოთ მის ხოვრებას დიახ და გარკვეულწილად ჩვენთვის მისაბაძი გახდეს ის როგორც წმინდანი, როგორც ქრისტეს გზაზე მავალი, რომ ჩვენს ისე ერთგულად და მოყვას ისე და ღვთის სიყვარულით გავიაროთ ის გზა. სხვათა შორის ისეც ყოფილა შემთხვევაში აი უფრო ეს იშვიათობა, მაგრამ მაინც ყოფილა ისე რომ რიგ შემთხვევაში უფალმა არინება თქვათ წმინდანების საფლავების გახსნაც და ესეც და დაფარულია საერთოდ აი მაგალითად თამარ მეფის საფლავი მოსე წინასწარ მარიამ ეგვიპტელის საფლავი მარიამ ეგვიპტელის საფლავი იმიტომ რომ ხანდახან ისეთ სიყვარულს ტოვებენ წმინდანები რომ შეიძლება რაღაც მომენტში ადამიანმა ქრისტესკენ ისე არის სწრაფოს როგორც კონკრეტულად ამ წმინდანისკენ არის ამის შემთხვევა აი თუნდაც აი წმინდა გიორგიზეც არის აღწერილი რომ ადამიანები მთის ხალხმა უფრო მეტად შეიყვარა წმინდა გიორგი ვიდრე თქვათ ქრისტე წმინდა გიორგის დღესასწაულზე შეიძლება ყველამ დატოვოს ყველაფერი და რაღაც გააკეთოს, მაგრამ აი ხდებოდა შემინდოს მამა გაბრიელმა, ხდებოდა ესეთ შემთხვევა, სანამ მამა გაბრიელის აღმოყენება მოხდებოდა, რიგები იდგა საფლავზე, ისე რომ ტაძარში არ შედიოდნენ, მივიდოდნენ საფლავზე და რაღაცა უცნაურებები იყო, ბოდიშვიხტი უტრირებასავით გამოწვე, რაღაცა ტაქსის ისინი რაღაც ტრაფარეტები, გასაღები საფულეზე, რომ ეს უკვე ცდება იმას რა განწყობილების შულის კვირა. ანუ ჩვენ გვინდა მამის ქონება, მაგრამ მამა არ გვინდა. ჩვენ გვინდა ღმერთისგან მოცემული კურნება ჯანმრთელობა, მფარველობა, რაღაცა გარანტირებულობა, სიმყუდროვე, მაგრამ ხშირად თავს ვარიგდებთ ღმერთს და მარტივ გზას ვეძებ და მარტივი გზით ცოტა რთულია. პირადი ღვაწლის გარეშე ცოტა ძნელია. აი დღეს რაც არის ახლა ხო ყველაზე მთავარი რაც არის, რაც უფრო
ჩარჩოში ჩასვამ ჩვენს მოღვაწეობას აუცილებლად უნდა ვიპოვოთ მოძღვარი და მოძღვარნაც უნდა გვიპოვოს ჩვენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და განმაპირობებელი იმისა, რომ ჩვენ რაღაც დონეზე ჩარჩოში ვიყოთ და ჭეშმარიტების გზას არ ავწდეთ, იმიტომ რომ ვიღაცა შენი მსგავსი, რომელიც უფლის მიერ არის დადგენილი, ხომ, როცა შენ მისი ხელმძღვანელობით, მისი კურთხევით ცხოვრობ ქრისტიანულად, მე თანამდებობაში ხარ და მე უსტომელობაში ხარ. თვითონ ბეთანიელი მამები სწორედ ამის მაგალითნი არიან. მათგან უნდა ვისწავლოთ ჩვენ ეს ყველაფერი და ეკლესიამაც იმიტომ შემოგვინახა წმინდანების ცხოვრება და დღესაც იმიტომ შევიკრიბეთ ჩვენ რომ აი ეს ცოცხალი ჯაჭვი სულიერი მამაშვილობის ჩვენ გავაცოცხლოთ და რაც უფრო ესე მეტად ვიქნები ჩვენ მეტად მივიღებთ მადლს ამ წმინდანებისგან იმიტომ რომ როგორც უფალი გვეუბნება თუ მე გიყვარვარ ჩემი სიტყვები შეასრულეთ და ყველა წმინდანი სწორედ ამას გადაგებდა რომ გავაკეთოთ ის რაც უფალმა თქვა და ეს არის ის რასაც ვამბობთ ხომ რომ ესე იგი დავიწყოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება. მარტო იმიტომ არ უნდა წავიდეთ ჩვენ სამოგზაუროთ რომ ეს რაღაც დადებით და კარგ მოგონებებში დავრჩება მას. ეხლა ეგვიპტის პირამიდა რო ნახო და სხვადასხვა საინტერესო ადგილები, ესეც თავისთავად ხო განწყობაზე კარგად მოქმედებს, მაგრამ ის სულიერი კურნება და ქრისტესთან დაახლოება სწორედ იმას უკავშირდება, რომ ჩვენ გავიცნოთ წმინდანების ცხოვრება, მათი ხსენების დღეს თუ შესაძლებლობა გვაქვს ტაძარში მივიდეთ, ვეზიაროთ ქრისტეს ხორცს და სისხლს და ასე ამგვარად აღვადგინოთ ეს. დაახლოებით რო ავიღოთ, აი დავუშვათ, როცა ვიცით რომ სიტყვაზე რაღაცა 10 დღეში, ერთ კვირაში, ერთ თვეში მივიდივარ რაღაც მნიშვნელოვან წვეულებაზე. ხო, რაღაც ვემზადებით სამოს ვიკერავთ, რაღაცა წესრიგებ თავს. ხო, რაღაც ვიახეთ, თავს წესრიგებ რაღაცა, ხო, ანუ ვემზადებით რაღაცისთვის, ხო და ისე ხდება ხოლმე, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი წვეულება ან მნიშვნელოვან პიროვნებასთან მივიდივართ, ხო, რაღაც სიტყვაზე ხვალ რო ვიცი, რომ შევხვდებ თანამდებობის პირს, ან ნებავთ მაღალი რანგის წარმომადგენლებს ვემზადებთ, ხო და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ისე მივიდივართ ამ მოსალოდსად, რომ აი ეს მომზადება არ არის, მომზადება პირველად იყოს ალბათ სულიერი, ხო, ლოცვით. ეხა მარხვა დაიწყება, მე ამ მარხვაში ბევრს უყურს მოგზაურობა იქ იერუსალიმი, ათონია, მაგრამ აი რანაირად შეიძლება ჩვენ ეხა ვიფიქროთ, რომ მე მივიდივარ წმინდანთან მარხვაში, მარხვა, მივიდივარ მოსალოდსად, მაგრამ არ მარხულობ, არ ვფიქრობ ჩემ თვითონს და მივალ და აი ჩვენ მგონია რომ მოდი ეხა მე არაფერი ვიქნა, მაგრამ ეს წმინდანი რომ მივედი, ჩემს მაგივრად იზამს, რადგან მივედი წმინდანთან. იმას აქვს ეს მადლი და კადმიერება, მაგრამ მე თუ არ ალბათ რამდენად ეს შემეწევა მე. აი როგორც არის ხა სახარებაში, როდესაც გადაწყვეტენ თქვა ქრისტესთან მისვლას, არ აქვს ეს კადნიერება თქვა ხომ რომ ღმერთთან მივიდნენ და საშუალოდ იყენებენ მოციქულებს, ერთ-ერთი ფილიპე მოციქული მაგალითად. ჩვენ შემთხვევაშიც ესე ხდება რომ ესე იგი ღმერთი ისე კარგად არ ვიცნობთ, ღმერთი არ არის ჩვენი ისე მეგობარი და ვთილობთ წმინდანებთან და უნდა ვეცადოთ მეოხებას ვითხოვთ, უფლის წინაშე ვითხოვთ. ყველაზე მეტად ეს უნდა მოხდეს პიროვნულ კავშირში. მაგალითად მე რომ შევთხოვ ბეთანიელ მამის რომ გთხოვთ ამეხმარეთ ესე და ესე ვარ, ვერ ვახერხებ ჯეროვნად ლოცვას. ბიბლიას ვკითხულობ, მაგრამ არ მესმის და ასე შემდეგ ჩვენი სიტყვებით რომ ვილოცოთ, აუცილებლად ეგრევე წამოვა დახმარება და როგორც უფალი გვეუბნება, იცადეთ რომ სწორედ ესეთი ადამიანები დაიმეგობროთო, რადგანაც ჩვენ ვიცით წმინდა წერილი სწავლება რომ წმინდანები ამჩნდებიან ქრისტესთან ერთად სამყაროს განსაკითხად. ჩვენ წმინდანები განგვიკითხავენ, თუ ჩვენ გავხდებით წმინდანები, ჩვენს განვიკითხავთ სამყაროს, მაგრამ ამ ცხოვრებაში არავინ არ უნდა განვიკითხოთ. და როდესაც ჩვენ მათთან გვექნება ეს მეგობრული კავშირი, ხო, ბევრი კუთხით, მათთან მილოცვით, მათი ცხოვრების გაცნობით, მათი ცხოვრების მიბაძვით, მათ საფლავებზე მისვლით, ეს წმინდანები აუცილებლად ჩვენ დაგვეხმარებიან და შეგვიწყნარებენ მათ სავანეებში, რომ ამის შედეგად ჩვენ უფრო მეტად დაუკავშირდეთ ქრისტეს. მამა დავით, სიწმინდეთა თაყვანისცემაზე როდესაც ვსაუბრობთ, ცხადია მხოლოდ წმინდა ნაწილებს არ გულისხმობთ, აქ იგულისხმება ჯვრები, ხატები და ყველა ის სიწმინდე, ტაძარი უმთავრესად, რა თქმა უნდა, და ყველა ის სიწმინდე, რაც უკავშირდება ეკლესიურ ცხოვრებას. ზოგისთვის ცოტა გაუგებარია ვთქვათ, აი რატომ უნდა ცეთ თაყვანი ხატს, რომელზეც აი ვთქვათ ფურცელზე გამოხატულ, აი ზოგი ესე ხსნის, რომ რაღაც რეპროდუქციას, რატომ უნდა ვცე? ამპერიკითაც ხდება. დაუშვათ მამა გაბრიელის ხატი თუ არის ოქროში მოჭედილი მინანქარში წემინდა თუ ფურცელზეა, ესე ფაცალზე. რაღაცა ესეთი და მამა გაბრიელი და აქვს მამა გაბრიელი. ანუ რას ნიშნავს სწორი მიმართება ჯვარხატებთან, თქვათ და ზოგადად სიწმინდეების მიმართ? აი ესეთი სიტყვები წერია წმინდა წერილში. თაყვანის ერთ ადგილს, სადაც დადგეს ფერხნი მისნი, ხო? აი მაგალითად ჯვარზე დაიმსჭვალა ქრისტე, ჯვარზე დაამარცხა ეშმაკი, სიკვდილი და ჯვრის მეშვეობით იწყება ადამიანური ბუნების განდიდება. ჯვარზე უფალი თავისი ნებით ავიდა, ინება რომ ჯვარი გაეწმინდა და ყველაზე დიდ სიწმინდეთ და ძალად მოეცა ჩვენთვის ქრისტიანებისთვის და ჯვარს თაყვანისცემდა ჩვენ ღებულობთ კიდევაც ჩვენი სულის და გულის განათლებას და კურნებას, როდესაც ჯვარს ვიამბორებით. და არაერთი სასწაული უკავშირდება ჯვარს. იგივე ითქმის ხატებზე, რა თქმა უნდა,
ჩვენ არაერთი სასწაულთ მოქმედი ხატი ვიცით, ალბათ ყველაზე მეტად რაც ერმა იცის, ეს არის ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც სისხლი გარდამოდინდა, როდესაც მას უგმირეს, რომელიც ესეთ სურვით თავისი მოგზაურობით ნებით მიად გათონისფრას და იქ გაბრიელ ქართველის მიერ გამოსვენდა და დღემდე ეს ხატი ისე არის, რომ უმზერ გადაყავხარ უკვე რეალურად ცოცხალია რო უყურო. თითქოს ღვთისმშობლის წინაშე დგეხარ, ყველა ამას ამბობს. ჩვენ ამ ხატის რეპროდუქციები გვაქვს და მისი ასლიც არის სიონის ტაძარში, ამ ხატის და მართლაც აუცარი ხატია. მთავარია შენ ილოცო და ეცადო რომ კავშირი დაამყარო და ღვთისმშობელი არ დაგემალება პირიქით ამ ხატის მეშვეობით განგეცხადება. აი კოვიდის დროს იყო ისტერია, რომ არ ვემთხვიოთ ხატებს, ჯვრებს, აი ვირუსი გადავა ნუ ერთი კოვზიდან ზიარებაზე. აი ჩვენ პერიოდში ეს მახსენდება რაღაცა. ცოცხალი ვარ თემდე და ის ხალხი რო ამბობდა კიდე ხო ის ვაზიარებდით ხო და ხა ვინ უყურებდა იმას ახლა ვის ჰქონდა ვირუსი და მე ამ ბარძიმს ხო ჩვენ ღებულობთ ყველაფერს რაც რჩება და ყველა შეხებულს მართლა აი არ გავჩერებულ ვარ იმიტომ რომ მე ხედავდი რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან საჭირო იყო ამ პერიოდში სასულიერო პირი ერთი-ორჯერ ერთ ყვილის ხმას მომიწია რომ გადატანილი მაქვს მეთქი კოვიდი მეთქი და შევედი და კოვიდიანები ვაზიარე და რა ვიცი აი რაღაცნაირად უფალი მიცავდა იმიტომ რომ მე სასულიერო პირი ვარ ეხა მე ვერავის ვერ დავავალდებულებ ამას მაგრამ მე პირადად მევალება რომ რაც შემიძლია თავი გავწირო და მიუბაძო წმინდანებს რომელთა ხსენებასაც დღეს არის და ყოველდღე არის და ერთმა გაგვძლიეროს რომ მიუბაძოთ ამ წმინდანებს რომელთა დღეს ვიხსენებთ მამა იოანეს და მამა გიორგის დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს ღირსობაში მდებარე ყოველწლინა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მეკვაბიშვილი გვესაუბრებდა ვაგრძელებთ გადაცემას მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა 29 საათზე და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოება ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოება ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარემიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაინ ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა
და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთ უმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ახლა დავუთმოთ დრო და მაყურებლის ყურადღება ხელოვნებას და ძალიან მნიშვნელოვანია დილიდან თუ მოვისმენთ ხელოვნების სიახლეებს, ზოგადად ბევრს თუ ვისწავლოთ ხელოვნებას. ჩვენი ჟურნალისტ ნინო გელაშვილი გვანებრივებს ამ კუთხით, რომელიც ახლა იმყოფება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სადაც გამოვეს ეგ ექსპოზიციას მასპინძლობს მუზეუმი და თუ რა გამოფენაზეა სახელწოდება, კერძოდ ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება. ნინო ჩაგვერთვება, მოგვიყვება უფრო მეც როგორია სამზადისი და რის თვალიერების საშუალება იქნება მსურველს და საზოგადოებას, რომლებიც მიბრძანებიან მუზეუმში. ნინო, დილა მშვიდობისა. მოგესალმებით. ნინი. გესმის ჩვენ? დილა მშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ახლა სწორედ საქართველოს ეროვნულ გალერეას ვსტუმრობთ, რომელიც ახალ გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება. ავტორის ნამუშევრებთან ერთად თქვენ აქ იხილავთ სხვა მხატვრების ნიმუშებსაც. თუ რა იქნება კონკრეტულად წარმოდგენილი ამ ექსპოზიციაზე, ამის შესახებ უფრო მეც მოგვიყვება ეროვნული გალერეის საგანმანათლებლო მიმართულების სპეციალისტი თამარ ქურციკიძე, რომელიც ახლა ჩემთან ერთად იმყოფება. მოგესალმებით თამარ. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ უფრო ვცლად რა არის ამ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი და რა არის ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი. დიახ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ახალი გამოფენა სახელწოდებით ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება და მის ნამუშევრებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამორჩეული ხელწერის მქონე მხატვრების გელა ზაუტაშვილის, ილია ზაუტაშვილის, გია ეცგვერეცისა და ლუკა ლასარეიშვილის ნამუშევრები და მთლიანად ექსპოზიცია მოგვითხრობს ისტორიას ქართული
აბსტრაქციონიზმის განვითარებისა. საინტერესოა ის, რომ სწორედ საქართველოში აბსტრაქტული ფორმის ფუძემდებლად აბსოლუტურად სამართლიანად მიიჩნევა დავით კაკაბაძე, თუმცა ეს ფორმა შემდეგ უკვე განავითარა ალექსანდრე ბანძელაძემ, გააგრძელა ეს ხაზი, შექმნა ახალი საფეხური და ამ საფეხურს მასთან ერთად ქმნიდა ძალიან ცნობილი ქართველი მხატვარი ჯიბსონ ხურდაძე და ჩვენი კიდევ ერთი გამოფენა ძალიან საინტერესოდ ეხმიანება ჩვენს აღნიშნულ გამოფენას. ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედება საკმაოდ მრავალმხრივია და ჩვენს ექსპოზიციაზე ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები. აქ წარმოდგენილია მისი აბსტრაქტული ნამუშევრები, მაგრამ ამასთან ერთად მის შემოქმედებაში ჭარბობს შრომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები. ეხლა ჩვენ შეგვიძლია სწორედ ეს ნამუშევრები ვნახოთ აქ. ეს ნამუშევრები პირველად იფინება 60-იანი წლების შემდეგ და დამთვალიერებელს ამის ხილვის საშუალება ამდენი წლის მერე მიეცა ეროვნულ გალერეაში. სულ რამდენი ნამუშევარი არის წარმოდგენილი? სულ ნამუშევარია ჩამოთვლილი მხატვრობიდან, სულ არის 26 ნამუშევარი. კი ბატონო, აი ახლა რომ გავუყვეთ და ერთად დავეთვალიერებთ, როგორც ხედავ, საკმაოდ ბევრი ფერი ჭარბობს ნამუშევრებში, აი ამ ნახატის შესახებაც რომ გითხრათ. ეს არის ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევარი, ძალიან საინტერესო ეს აბსტრაქტული ფორმა, ხო, ფერებით შექმნილი სრული კომპოზიცია, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ისეთ წარუშლებს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. რა არის ამ გამოფენის მიზანი? აი რომ გითხრათ ეს. მიზანია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს დამთვალიერებელს, მნახველს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ქართულ მხატვრობაში, ქართული აბსტრაქციონიზმის განვითარების ეს ეტაპი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ რომ ეს იყოს ცნობადი მათთვის და შეხსენება ერთგვარი. კი ბატონო, როგორც ვიცი, მეორე სივრცეც ეთმობა ამ გამოფენას და ახლა იქ გადავინაცვლოთ და უკვე იქ დავათვალიეროთ ნამუშევრები. აქ წარმოდგენილია, როგორც თქვით, სწორედ გელა ზაუტაშვილის, ილია ზაუტაშვილის, უკალა სარეიშვილის ნამუშევრები. ახაც ხედავთ აბსტრაქტულ ფორმებს და ძალიან საინტერესო პორტრეტებს. მათ შორის ეს პორტრეტი ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, აი ეს ვისი ნამუშევარია? ეს არის ალექსანდრე ბანძელაძის ნამუშევარი. ესეც აბსტრაქციული ფორმა, როგორც ხედავთ. ეს ნამუშევრები ალბათ თავად შეარჩიეთ, ხომ? და როგორ შეირჩა, რა კრიტერიუმებით საინტერესოა? საქართველოს ხელოვნების მუზეუმის, შალვა ამირანიშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებია წარმოდგენილი აქ და რა თქმა უნდა ნამუშევრები სული ნაწილი ხო გამოფენილია ნაწილი ამ ნამუშევრების ამ ბრწყინვალე ფერწერული ნამუშევრებისა ჩვენთან. კი ბატონო, აი ახლა პორტრეტს ხედავ, სადაც რამდენიმე მხატვარი არის ერთად გამოსახული, როგორც ვიცი და აი რომ მოგუყვეთ კონკრეტულად ვინ არიან წარმოდგენილი ამ პორტრეტზე. აქ ეს არის გელა ზაუტაშვილის ნამუშევარი, აქ წარმოდგენილია 80-იანელების მთელი თაობა. ის ადამიანები, ვინც ხო აქ ჩვენს გამოფენაზე არიან ფართოდ ნაჩვენები, სწორედ ეს თაობა აქ წარმოდგენილი. კი ბატონო, ახლა იქით ნაწილშიც რომ გადავინაცვლოთ. აქ როგორც ხედავთ, არის სწორედ უკალა სარეიშვილის და გელა ზაუტაშვილის ნამუშევარი, ეს ნამუშევარი არის კედლის მხატვრობას წარმოადგენს და ძალიან საინტერესო განსხვავებული მრავალფეროვანი შემოქმედების საჩვენებლად. უღრმესი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენა სახელწოდებით ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება 6 აპრილამდე გაგრძელდება. ძალიან დიდი მადლობა ნინი ჩართვისთვის და ესეთი საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის. დავათვალიერეთ. ფაქტობრივად დაგვეხმარა ნამში, რომ ჩვენ გვამოგზაურა ალექსანდრე ბანძელაძის შემოქმედებაში მის ნამუშევრები დაგვეთვალიერებინა და აგვიხსნეს თან რა გამოფენა. ჩვენ და ჩვენი მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ნინის ამისთვის. შემოგვიერთდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე, რომელიც გვამოგზაურებს. გვამოგზაურებს კინემატოგრაფის ისტორიაში, მსოფლიო კინემატოგრაფის და ვისაუბრებთ ზნეობრიობის როლზე, ზოგადად მსოფლიო კინემატოგრაფში. ქეთი, მადლობა ძალიან დიდი ჩვენთან. ნამდვილად. ძალიან დიდი მეტად მნიშვნელობის საკითხია. დღეს უფრო მეტად ალბათ. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ნებისმიერ ეპოქაში. ყოველთვის მნიშვნელოვანი. ნამდვილად ასეა და რაც შეეხება ჩვენს თემას, ნუ მორალის, ზნეობის საკითხებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია რომ
კინემატოგრაფი ეხება და უნდა ეხებოდეს და ჩვენ საუბრობთ ესეთი ფართო თემა არის პრინციპში, იმიტომ რომ სოფლიო კინემატოგრაფზე საუბრობთ და ზნეობრიობის როლზე სოფლიო კინოში. და თუ რამე არ უხდება ხელოვნების ყოველდღეს არის უზნეობა ჩემთვის. ნამდვილად, თუმცა მას კინოში ზოგადად არავის და არაფერს ალბათ. და დავიწყოთ ამერიკული კინოთი. კეთი. ძალიან საინტერესო თემაა ეს. როგორ არა სიამოვნებით იმიტომ. დევიდ გრიფიტის შეუწყნარებლობით დავიწყოთ. თავად ფაქტი ამ ფილმის არსებობისა. ამერიკის აპოლოგეტი ხარ? არა ვარ. ანუ არ ვიცი ახლა ესე ვერ ვიტყვი ნამდვილად პოლიტიკურ საკითხებზე ხარ გადავიდეთ, კინოს დაუბრუნდეთ. მე-20 საუკუნის დასაწყისის ნამუშევარი არის და მას შემდეგ გადაიღო დავიდ გრიფიტმა, რაც პირველი მისი ნამუშევარი სრულმეტრაჟიანი ცენზურის ქვეშ მოექცა. ხო, ნაციის დაბადება. აი რა განაპირობა ამ ფილმის გადაღება შეუწყნარებლობის და თქვა და ის ნეობრიობის საკითხი რა კუთხით იკვეთება. დიახ, ცენზურას ხო, მოდი ცენზურა პირობითად დავარქოთ, რაღაც საზოგადოებრივი კრიტიკის, საზოგადოებრივი აზრის ქარცეცხლში მოექცა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ისტორიული მონაკვეთი ალბათ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება გაბატონდეს ერთი მოსაზრება ან ერთი დამოკიდებულება რაღაც მოვლენების მიმართ და ადამიანური ფასეულობების და ღირსების მიმართ ზოგადად აი ეს თემა როგორ შეიძლება მოექცეს სრულიად წარმოუდგენელ რკალში მოსაზრებების ანუ რაღაც ეპოქალური დარტყმების ქვეშ როგორ აიღოს კინომ ალბათ საკუთარ თავზე მომრიგებლის არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მოვლენის როლი რომელიც მე კათარსისამდე აუცილებლად მიგიყვანს ეს ცოტა არ იყოს ერთმანეთს არებმის ეს ორი მოვლენა ნაციის დაბადება და შეუწყნარებლობა ცოტა არ იყოს კი არა ორი სხვადასხვა მოვლენაა ხელოვნების ისტორიაში და კინოს ისტორიაში ზოგადად ნაციის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე რასისტული ფილმია რაც კი შექმნილა დედამიწაზე ალბათ და მიუხედავად იმისა რომ მასში ძალიან საინტერესო საერთო ხედების და აი ამ დინამიური მონტაჟის მონაცვლეობა რაღაც ისეთ განცდას უტოვებს მაყურებელს რომ წარმოუდგენელია შემდეგ ამ განცდიდან ძალიან დიდი ხნის მანძილზე შთაბეჭდილებიდან გამოსვლა და ამაზე იმ ეპოქის მაყურებელიც საუბრობდა და დღევანდელ დღესაც ამბობენ რომ კი ნამდვილად აი რაღაც ეტაპზე ეს ტყვეობა ხელშესახები და დასაჭერია იოლად მიუხედავად ამისა რა თქმა უნდა ამ ფილმის შემდეგ დევიდ გრიფიტს რეფორმატორს კინოს უდიდეს ოსტატს ადამიანს რომელმაც ასეთი მასშტაბი დაინახა კინოსი და თუ რამ არსებობს დღეს ნამდვილად ეიზენშტეინის კალატოზიშვილის და გრიფიტის მსგავსი ნოვატორების შექმნილია კინოში და ბევრი არაფერი შეცვლად თქო ვერ გეტყვით არა უბრალოდ აი ის მთავარი ფუნდამენტი მათ შექმნეს ძალიან ბევრი და მიუხედავად ამისა ნაციის დაბადება იყო ფილმი რომელმაც აი ეს ზნეობრივი ასე ვთქვათ ხედი რაღაც ეტაპზე მოინდომა ყოველ შემთხვევაში და გარდატეხა ცუდისკენ გარდატეხა ცუდისკენ იმიტომ რომ ყავდა ამ მაყურებელს ფილმი ხო საქმეც ამაშია რომ წარმოუდგენელია ეს გახლდათ ფილმი რომელმაც თეთრკანიანი რასა აღიარა მხსნელად და ყველაფერი რაც სამხრეთისა და ჩრდილოეთის ომს ეხებოდა აბსოლუტურად სხვა ჭრილში იყო დანახული. უბრალოდ იმ დინამიკამ რომელიც გრიფიტს მოჰქონდა თავისი ამ საოცარი ხედვით დიდხანს მიაჯაჭვა მაყურებელის ავარძელს. და ამ ფილმის სანახავად ერთხელ მივიდნენ, ორჯერ მივიდნენ, სამჯერ მივიდნენ ვიღაცები ხელს არ ართმევდნენ გრიფიტს, მიუხედავად ამისა, აი ეს დინამიკა საით ეკაჩებოდა მაყურებელს და მაყურებლის ერთ ნაწილს, რომელიც ნუ რაღაცის აღიარების და რაღაცის, ასე ვთქვათ, გადაფასების ქვეშ იყო, მოგეხსენებათ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კინოს და იმ კინოს, რომელიც მასობრივ სანახაობაზეა თან ორიენტირებული, ხო, დამერწყუნებით. არა, რა თქმა უნდა, ხელოვნებას ბედნიერება უნდა მოჰქონდეს. რა თქმა უნდა, ის ძირეულ ღირებულებებზე უნდა ლაპარაკობდეს. აი, რამოდენიმე ხნის შემდეგ შეიქმნა შეუწყნარებლობა. ყველა დროის ყველაზე ჰუმანური ფილმი და იგივე რეჟისორი ყავდა ამ ფილმს. ხომ არის საოცარი მოვლენა. გარდატეხა. ალბათ, მაინც ღირებულებათა გადაფასების ბუნებრივი მომენტია, როდესაც ყოველ მიზეზ გარეშე ხელოვანში და დიდ ხელოვანში უნდა მწიფდებოდეს ეს დამოკიდებულებათა სპექტრი, რომელიც გიბიძგებს და რაღაც კათარზისამდე მიგიყვანს ყოველ მიზეზ გარეშე, მაგრამ მე კიდევ ვფიქრობ, რომ ალბათ ეს იყო კანონზომიერი მოვლენა და კაცობრიობას მონანიების საუკეთესო გაგებით ამ სიტყვისა ის მასშტაბური ეტაპი დაუდგა, როდესაც მან ისტორიას შეხედა. როგორ შეუწყნარებლობა შედგება 4 სხვადასხვა ეპოქის უზარმაზარი სურათისაგან. ძალიან დიდი მასშტაბური სურათისგან, რომელშიც გრიფიტი
თუ რამ არსებობდა დედამიწის ზურგზე ყველა რესურსი იყენებდა, მას ხომ დარწმუნების გასაოცარი ძალა ჰქონდა, არა? ყველა დარწმუნებული იყო, რომ თუ რამ სჭირდება, ამგვარ შემოქმედს უნდა ჰქონდეს, რომ 80,000 სტატისტი სჭირდება, რა თქმა უნდა 80,000-მა ცოცხალმა სტატისტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ცოცხალი ბრძოლები ეს ხომ არ არის, არა? ციფრული გრაფიკის ეპოქა, რა თქმა უნდა. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ დაახლოებით როგორ ცოცხალ მასაზეა ლაპარაკი, რომელიც იბრძვის ბაბილონის გოდოლს აშენებს, შუა საუკუნეების სისხლიან ქარტეხილებში ეხვევა და თანამედროვე პერიოდის მე-20 საუკუნის ამერიკას გვიჩვენებს. დევნა, წარმოუდგენელი რაღაც ტექნიკური ტრიუკები, რომლის შესრულებაც მაშინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, კი არა დღესაც ბევრი რამე წარმოუდგენელია. დამერწმუნეთ, რაც გრიფით შეეძლო. ეს დინამიური მონტაჟის დაუსრულებელი დინება, მაგრამ ამას ყველაფერს მაყურებელი მიხავდა ასტა ნილსენის გამოსახულებამდე, ხო? ეს მოქმედებები მოკლდებოდა და შუაში ჩნდებოდა კაცობრიობის აკვანი, მეტაფორა, რომელსაც კონტრაჟურში ჯდომარე ასტა ნილსენი ძალიან დიდი მსახიობი იმ დროისა ამ კაცობრიობის აკვანს არ წევდა და აფრთხილებდა მაყურებელს. ეს მდუმარე კადრი ეუბნებოდა, რომ მუდმივად ადამიანური ცოდვა აი აქამდე მიიყვანს საზოგადოებას, თუ მას შემწყნარებლობის განცდა დროზე არ მოთოკავს. და მაშინ გადაარჩინა მე-20 საუკუნის პერსონაჟი და თავის გმირი. ხო, ყველა ეპოქაში ეს სისხლიანი დრამა დაიდგა, მაგრამ მე-20 საუკუნის თავის პერსონაჟი, მას შემდეგ რაც დაამოკლა ეს მოქმედებები გრიფიტმა, მან გადაარჩინა მაყურებლისთვის და უთხრა, რომ უნდა დადგეს ეს დრო, როდესაც მიხვდებით, რომ აქამდე უნდა მივიდეთ. ეს მას შემდეგ, რაც ნაციის დაბადება გადაიღო, დაუბრუნდეთ ახლა ცოტა იმაში პროზაში და ვთქვათ, რომ ეს ასე იყო. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ამ ფილმმა რაღაც ფუნდამენტური ღირებულებების, ფასეულობების, ზნეობის თემა იმდენად წამოწია წინ, რომ უხმო კინოს მანძილზე 20-იან წლებში, 30-იან წლებში, როდესაც ამდენი საშინელი მოვლენა განვითარდა და მეორე მსოფლიო ომისკენ წავიდა. სამყარო ამ პერიოდშიც კი ამ ფილმს დიდი ხნის მანძილზე ინერციით ეჭირა ეს რაღაცა ღირებულებათა ნიშა. დიახ. კი, ბევრი შეიძლება ალბათ ვისაუბროთ ამერიკულ კინოზე, მაგრამ ვინაიდან დროში ვარ შეზღუდული, გადავიდეთ გერმანულ კინემატოგრაფზე მეორე მსოფლიო ომის დროს. და აი აქ ზნეობრიობის საკითხი როგორ იდგა მართლა ძალიან საინტერესოა. დაცვა ნართულია. ძალიან საინტერესო მოვლენაა, იმიტომ რომ ეს გახლავთ მეორე მსოფლიო ომის კინოს და მისი მასშტაბის ასევე სხვათა შორის მაგალითი, ზუსტად ის მაგალითი გახლავთ და ის ფუნდამენტი გახლავთ, რომელზეც ხელოვნება საერთოდ არ უნდა შენდებოდეს, მე თუ მკითხავთ, თუმცა ამას სამწუხაროდ მე და თქვენ ვერ გადაუწყვეთ, მაგრამ სწორედ ამ ეპოქამ შექმნა დოკუმენტური კინო, ლენი რიფენშტალის დოკუმენტური კინო, რომელიც მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მასის აზროვნების ღირებულებათა დაცემა აი ასეთ სისტემაში მოაქციოს ხელოვნებამ, თან მიმდევრულში და აბსოლუტურად ბუნებრივში. თან მე და თქვენ ახლა დოკუმენტურ კინოზე ვლაპარაკობთ, ფილმებზე, რომელშიც ავტოდაფეს ღამე, მკვლელობა, აღლუმი, აი ეს სამარცხვინო აღლუმი ჯარისკაცებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, რომ მთელ მსოფლიოს გაუსწორდნენ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რაღაცა უმაღლეს რანგში აიყვანა სანახაობის. გესმით? და ეს ხო დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა რა. მაშინ, როდესაც პარალელურად იქმნებოდა ბრჭყალებში ტაშფანდურით და რაღაცა არაფრის მთქმელი ბანალური მელოდრამატული სისულელით სავსე ფილმები ამის პარალელურად. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ იქ შუაში ნიშა გერმანული ექსპრესიონიზმის შემდგომი პერიოდი ეს შუაში ნიშა რაღაც მორალურ ზნეობრივ ზღვარზე კი არა ხინჯზე აი პატარა ნიშაზე, შტრიხზე არ არის საუბარი იმისთვის, რათა საზოგადოებას მიმართოთ. საზოგადოებისთვის ეს ხო ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რა თქმა უნდა, ის 20%, რომელიც ამ სინამდვილეს არ იღებდა, ან გაქცეული, ან გადასახლებული, ან ასე შემდეგ, მისთვის ეს აი ამ საზოგადოებისთვის ეს არაფერს არ ნიშნავდა. და მასში ეს მორალური წნეხი კი არ გაიზარდა, გაფართოვდა, უზარმაზარ თხრილად იქცა, რომელშიც
კინომ საკუთარი თავი დიდხანს სანამ ახალი გერმანული კინო არ მოვიდა მეორე მსოფლიო ომის. მაგრამ მას წარმოეწია იტალიური ნეორეალიზმი, რომელიც ასევე 40-იანი წლებიდან იწყება. ეს გენიალური მოვლენა გახლავთ. დამერწმუნეთ და თუ რამ ჰუმანური არსებობს სოფლიოში, კინოში, თუ რამ ჰუმანური ზოგადად ჩვენში და თუ მორალზე და ზნეობაზე საუბარი გვიწევს კინოს ისტორიაში, დამერწმუნეთ, რომ ალბათ ეს უპრეცედენტო მაგალითი კი არა, ერთ-ერთი ყველაზე სასიკეთო და ბედნიერი მოვლენაა კინოს ისტორიაში. თქვენ, ჩვენ მაყურებელს, მე და თქვენ, ყველა თაობას არაჩვეულებრივი ფილმები და ეს შედევრები ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ნეორეალიზმი გახდათ მოვლენა და იტალიელი ნეორეალისტები და იტალიელი რეჟისორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის პატივისცემა და ღირსება დაუბრუნეს ადამიანებს. ეს იტალია რა кай ქვეყანა. საოცრება. შენ კი მიდიხარ ახლა და რამდენი აქვს კარგი ამ იტალიაში. რა თქმა უნდა, იცით განადგურებული ეკონომიკის პირობებში, განადგურებული ეკონომიკის კი არა, ჩინეთში და სტუდია აღარ არსებობდა. იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომია, რა თქმა უნდა, ბომბდაშენებმა გადაუფრინეს და დაბომბეს და განადგურეს ინფრასტრუქტურა და დამთავრდა სტუდიის არსებობა თავის პირვანდელი სახით, რა თქმა უნდა. ნეორეალიზმმა ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა ფანტასტიკური ფაქტი დაადასტურა კინოს ისტორიაში, დამტკიცდა და აღირიცხა და შეიკრა ის მოვლენად, რომელმაც თქვა, რომ თურმე დიდი ხარჯი მართლაც არ არის საჭირო შედევრის შესაქმნელად და შესაძლებელია, რომ ეს ასე მოხდეს. რა თქმა უნდა. მეორე ის, რომ დრამატურგიაში და ცხოვრებისეულ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ყველაფრის ამოღება შეიძლება ადამიანური ღირსების შესახებ. და მის შესახებ თხრობა შეიძლება ამოუწურავი და დაუსრულებელი იყოს ველოსიპედის გამტაცებლებიდან დაწყებული ლუკინოვის კონტის ყველაზე ლამაზით დამთავრებული. სადაც თუ რამ ჩვენში სიკეთე, თუ რამ არსებობს იმგვარი, რასაც საკუთარი თავის შეცნობა შეუძლია, ყველაფერი მორალსა, ზნეობას და აი ამ შინაგან ღერძზეა. აი, კარგი ხასიათზედგები იტალიური კინო რო გახსენდება ადამიანს. ჯიმპში მოდის რაღაც კადრები, მსახიობები, მუსიკა, თემა, თან ეს როგორ გამოსახულებაში, რომელიც დაცლილია ღირსშესანიშნაობებისა და აი ამ რაღაცა შედევრების დემონსტრირებით, რომელიც რა თქმა უნდა დიდ ესთეტიურ სიამოვნებას მოგვანიჭებს, მაგრამ ეს ხო ღარიბ ქუჩებში სივრცეებში, თავისთავად გარეუბნებში აღმოჩენილი ადამიანების დრამაა, რომელთათვისაც მიუხედავად ყოველივე ამისა, თავისთავად სიკეთე, ზნეობა, ადამიანობა და მორალი ამ ყოფის და ცხოვრების და ბედნიერების საწყისია. ასე უნდა იყოს. და ამიტომ ხდება იტალიური ნეორეალიზმი თავისთავად იმ პიროვნულის მაჩვენებელი, რაც ყოველ ჩვენთაგანში უნდა მოვიძიოთ და რაც უნდა არსებობდეს თავისთავად. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ კრიზისში ასეთი ფილმები და აი ასეთი მიმდინარეობები და ზოგადად აი ამგვარი რეჟისორების ნამოქმედარი ჭყალებში ხდება ის საწყისი, რომელზეც უნდა დადგეს ხელოვნება. და ქართული კინემატოგრაფით კინო არ დაგვეჩაგროს. გახდა თუ არა საფუძველი იტალიური ნეორეალიზმის 60-იანი წლების ქართული კინოს საარაკო ჰუმანიზმისა. რა თქმა უნდა, იცით, თავისთავად ზოგადად მთელ მსოფლიოს უბიძგა აქეთ შეიძლება ითქვას და მთელ მსოფლიოს გააზრებისკენ და გადაფასებისკენ უბიძგა იტალიურმა ნეორეალიზმმა და ჩვენი 60-იანელები იმ ეპოქაში გაიზარდნენ და სწორედ იმ დროს სწავლობდნენ, როდესაც იტალიური ნეორეალიზმი არსებობდა, უკვე ფუნდამენტურ მოვლენად ითვლებოდა, მათ ძალიან კარგად იცოდნენ ეს მიმდინარეობა და მიუხედავად ამისა საკუთარი თავი შეინარჩუნეს. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი შეინარჩუნეს. რა თქმა უნდა, იმ იცოდნენ, გარკვეული იყვნენ, რაღაც არ გამოიგონეს აერიდან, მაგრამ საკუთარი. არა, უბრალოდ იცით რაშია საქმე, იტალიური ნეორეალიზმის ხედვის და ზოგადად სინამდვილის ხედვის აი ეს გზა, რომელიც ნეორეალისტებმა ძალიან კარგად იცოდნენ და ამ დრამატურგიამ მოიცვა ეს ყველაფერი. ქართველმა რეჟისორებმაც გამოიარეს, ოღონდ გამოიარეს არ ნიშნავს, რომ მათზე რაიმემ გავლენა მოახდინა. უბრალოდ საარაკოა და გასაოცარია ქართული კინოს ფენომენი, ასე უწოდეს 60-იანელთა კინოს, ხო? რომელშიც არც ერთი რეჟისორი და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მე და თქვენ ერთმანეთს არ გავდა, მაგრამ ამასთანავე ჰუმანურობის და ზნეობის იმ საწყის ინარჩუნებდა კი არა, განავითარებდა საკუთარ თავში, რომლის მსგავსიც არც ერთ ეპოქაში მე ანალოგს მუდამ ვეძებ ხოლმე.
ასეთი მასშტაბით არ არსებობს, შეიძლება ითქვას. მერაბ კოკოჩაშვილის, ოთარ იოსელიანის, მიხეილ კოპახიძის, ელდარ და გიორგი შენგელაიების, თენგიზ აბულაძის, რეზო ჩხეიძის, ხო, იმ ადამიანების, ვინც დაიწყო ეს ყველაფერი ბუნებრივია. ლანაღო დაუსრულებლად შემიძლია ჩამოვთვალო, არ გავჩერდე და ძალიან დიდი იქნება ეს სია დამერწმუნეთ, იმიტომ რომ მათში დოკუმენტალისტებიც მოიაზრებიან, ქართული ანიმაციაც მოიაზრება, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება, სრულიად უნიკალური მოვლენაა, მაგრამ მორალზე და ზნეობაზე და ზოგადად აი მიდგომაზე თუ ვისაუბრებთ, რომელიც ქართულმა კინომ კი არ განავითარა, არამედ შეინახა საკუთარ თავში, საუკუნეებით დაგროვილი ის მთავარი, რაც ამ ერს აცოცხლებს და აქვს კაცთმოყვარება. რასაკვირველია, ხო? ამან ყველაფერმა იმდენად განსხვავებული და ჰუმანური და რაც მთავარია, ყოველგვარი აგრესიისაგან დაცლილი. საუკეთესო გაგებით ამ სიტყვის სახე მიიღო, რომ ქართული კინოს ამ პერიოდს ანალოგი არ გააჩნია. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე. ჩვენთვის ეს დღეს თითქოს იოლი მოვლენაა, იმიტომ რომ ჩვენ ამ სინამდვილესთან ერთად ვცოცხლობთ და ცხოვრობთ, ხო? 50 წლის მერე ის უფრო ფასეული იქნება, დამერწმუნეთ. ნამდვილად ასე იქნება. მაგალითისთვის ქართული კინოს ფენომენმა შეინახა ტოლერანტობის აი ის ცნება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერს ჰქონდა. ხო მართალია? და ქართულმა კინომ მაგალითად, ხო, რეზო ესოდის კინემატოგრაფმა ეს განავითარა. აი ამ თავის სრულიად უნიკალურ შემოქმედებას. გუღმესი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენი გადაცემა დღეისთვის დასრულებულია. ბედნიერ დღეს გისურვებთ და გალოდებით ხვალ დილას უკვე ისევ ჩვენს ეკრანებზე ჩვეულ დროს და ჩვეულ არხზე. მადლობა ყურადღებისთვის. ბედნიერად.